ვაგრძელებ ფულიშონა ჯეტია ხუჩიდან რა ფულიშონა საგრძელებ რას რა თუ ფულიშონა საგრძელებ რა გინდა შენთან ემოცხთა კაი ხა სიმიონ რა მომყიდე ეს BMW რა ბიჭო გითხარი მე გარკვევით ფასი 400.000 რაში ბიჭო 400.000 ეს აი ხა კი მასი ეს ელია მარა აღარ უნდა მაგას ფულის მეტი რა გაქვს ბიჭო შენ მომეცი აგი მოკლედ რა მეგობრებო ამდენი ხნის შემდეგ ვდებთ არხზე ვიდეო სადაც ამდენი ხანი ვიდეოს არ დაგიდია რა უხშენი ბიჭო დასვენება მეც მინდა რა ეო სადაისვენ ერთი ეს ადავისვენე და ბაკურენში გადავიღეთ ძალიან მაგარი ვლოგი დავამტვრიეთ მანქანა ვისწავლეთ ხილამურებზე სრიალი ლამის ფეხი მოვიტეხეთ ოფროუდი გადავიღეთ და ნუ კაროჩე რა გიგულავია ძმაო ხო და ეგ ვლოგი დაიდება ჩემს მეორე არხზე ამიტომ ეხლავე დააპაუზეთ ვიდეო და ჩემი მეორე არხი გამოიწერეთ სადაც 200.000 გამომწერზე ავდივართ ვლოგი დაიდება დიახ აქ გეიმინგ ვიდეოები იმიტომ არ იდებოდა რომ ვლოგებს ვიღებდით და აი მაშინ 300.000-ში მოვხსენ ძმაო კაცი მამათი ბოლე და ესეც ესე მინუს 300.000 ჩვენს ანგარიშზე წარმატებები მოკლედ წინა ვიდეოს ვინც უყურეთ გეცოდნებათ რომ სადღაც პარალელურ სამყაროში გავიჭედეთ აუ რა კაი რაღაცა თუ ესეთი ჩვენ ადრე ყავდა თუ გახსოვთ და პარალელურ სამყაროში კი არა ნუ ჩვენმა ჯეტიამ გაჭედა საერთოდ გაფუჭდა და ნუ ძალიან დიდი ხანი ვეჭალეთ ჩემ მოკლედ ამას გასწორებებს და ხო და მოკლედ რა ეხლა დღევანდელ ვიდეოში უეჭველი უნდა ვიპოვოთ მოუსიჯი რაღაც კონტაქტები მაქვს ვიღაც ახალი ტიპები არიან ჩამოსული და რო გაიგეს რომ 50 მილიონი მოგჭილდო დაწესებული ვინც იჯის შესახებ მომცემს ინფორმაციას ნუ ჩამოვიდნენ ეგრევე მოიძეს რაღაცა და იძახიან რომ უეჭველი ინფორმაცია გვაქვსო რა გამარჯობა ფრანკლინი არა დიახ მოკლედ საგნახოთ აბა ერთი მამის მინე ძმა ჩვენ იქავართ რა სენტის შორსიო თუ რაღაცა რო არა აი ვიცი ანუ მანთხარ აქ ვარ ძმა უბრალოდ ყურადღებით იყავ ვინმე არ მოყვეს და ვინმე არ შეიწეროს მე ჩვენი ინფორმაცია რა იცოდეთ ძალიან სულ დამთავრდება თქვენი ამბავი თუ რაღაცას მომატყუებთ ან ჩემს ყირაობას გადაზღვიდავთ რა არა ძმაო ჩვენ ძმები ბრაკონიერები არასდროს არ ვიტყუებით და ჩვენ ის ყოველთვის ვასრულებთ ძმები ბრაკონიერები კაი მოვდივარ მოკლედ რა მედი ძმაო გელოდებით მალე ავაი წავედით ახლა დღეს სხვადასხვის ისინი ჩვენები ჩამოდიან თვითფრენავი უნდა დაეტყვით რა კონსოლზე ოქროლობით და რაღაცებით ეგეც უნდა ჩამოიტანონ და ნუ დღევანდელი ვიდეო იქნება მოკლედ მოთელვა რა და დღევანდელი ვახ შენი ვიდეოდან დაიწყება უკვე ყველაფერი ახალი დღეს უეჭველი ძმო რაღაც იმედი მაქვს სიჯის ნახავთ რა სიჯი რამდენი ხანი არ გვინახოს იმენა და ავიყვანოთ ეს უეჭველი 10,000 ლაიქს და დააჭერეთ აბლა წითელ subscribe ღილაკს დავაი დავაწვეთ ვახ ჩილი ვახ არა გარემო შეცვლილი აშკარა ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამ გრაფიკ მოდებზე მომწონს სხვადასხვა პალმები და რაღაცები ცოტა უფრო საინტერესოა ჩემთვის თამაში ოპა აი ჩვენებიც რეკავენ აბა რა შობით ბიჭებო ჩამოფრინდით ბიჭო მე big G და OG რა Sky სად არის Sky არ ჩაიქ ახლა კონტროლს მიხედო ხო უნდა რაღაც ეს რა სახსალაგებს რა Sky სახსალაგებს ხო ბიჭო რა და ჩამოვიტანეთ მოკლედ ყველაფერი რაც იყო იმ ბაიზე დავტვირთეთ ჩვენი ბოინგი რა იქ არაფერი აღარ დაგვიტოვებია და მე ის იქავართ რა სენტიშორის აეროპორტში ვახ მე სენტიშორის აეროპორტში მივიდივარ პროსტა ახლა CG საქმეზე გავდივარ CG-ზე რამე სიახლეა ბიჭო ვიღაც აუ რა გრაფიკებია ბიჭო რა кайტყია რა თქვი არაფერი რაღაც გრაფიკ მოუდები მაქვს ჩაგდებული და აქ ეს ტყე არის კვადრე და რა ლამაზია ყველაფერი ბიჭო რას მებაზრები ბიჭო კი წაგად ერთი თავში მისა CG საქმეზე გავდივარ თქო რა CG იპოვეთ არ ვიცი რა ვიძახიან ვიღაც ძმები ბრაკონიერები მგონი ხო ბრაკონიერები გონი გაგვიგე ეგენ ტუბები არიან რავი აზია რა ვინები არიან მაგრამ მივიდივარ უნდა ვნახო რა ინფორმაცია გვაქვს კაი მედი და ვნახე მაშინ მე მედით ბიჭო აქაურობა შეხედეთ რა ლამაზია და ესეთი არ იყო ადრე და ეხლა უბრალოდ ესეთ გაფორმებულ ჯეტიას რა ვუყურებ მე ჩოლბრო თამაში მინდება და ეს რა ვილაკტო ვიდეოს სპონსორია CS:GO Fast რომელიც არის Counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA ხუჭი არის ჩვენი და ერთზამი ვახ შენი უფასო სკინი ხوار უნდა აქვთ იმის სხვათა შორის შეგიძლიათ გადახვიდეთ აღზარა შენდებარე ლინკზე გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომოკოდით ამიგოს არქო და მეიღოთ პლუს 1 кейსი რენდომად უფასო და სადაც შეიძლება ნებისმიერი ფასის სკინები ამოგივიდეთ ამიტომ გადადეთ აღზარა შენდებარე ლინკ ძალიან კაი ვილა ერთი ამ ვილას მე მოვადგები მე კაი ადგილას არის თან ნაძობში საღოლზბა და გახსოვთ ესეთი ემოთხი რო ყავდა ჩვენ დავიყვანეთ გონი 1000 პლუსის ხენი იყო უეჭველი მახსოვს რა და რა სტადიოდა და აი ეს არ დაის რაღაც ცუდად მაგრამ ის ჩვენი მაინც ლეგენდა იყო ტაილერის დროინდელი რა კაი ბიჭებმა ლოკაცია აქ ჩამიგდეს ესით აქ უნდა შევუხვიოს აი წინ და რაღაც მანქანა აყენია და რომირებული ახალი M5. ეს BMW-შნიკები რო შევიკრიბეთ რა პონტია? ვახ, ჩვენ ძმას. თქვენ ძმას, რომლის მე ვარ თქვენი ძმა. საიდან ახათეთ? გერმანელები ხართ ბიჭო? აბა რა.
ყუპი ბრაკონიერები. ხო, მითხარით ხა პირდაპირ სად არის სიჯი? მოკლედ, ჩვენ ფრანგლი შენგენდობ. ეხლა პირდაპირ მოგცემ შენ მაგ ინფორმაციას. ჩვენ ეხლა იმ ადგილიდან მოვდივართ. ჩანთებთ ხო ხედავთ ჩალაგებული რო გვაქვს. რაღაც იქიდან მოვუტეხეთ ფული რა, კიდე რაღაცეები. იქიდან მოვდივართ, სადაც სიჯი ყავთ დამალული. დამალული? დამწყლული ყავთ ეგ საწოდავი, დაბერებულია ჩამომჭკნარი ნაცემი. აწამებენ. და ნუ ხო ხდებით რა. და ისე და ეწამ სიჯი გონზეა? კონზეა ძმაო, კონზე. პირადად მე ვიყავ იმ საკნის დაცვა, სადაც სიჯი ყავთ გამოგედილი. მიღადაობით ბიჭო? სად მუშაობთ? ჩვენ წყალქვეშა ხომალდზე ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვისთვის მუშაობდით. შემდეგ იმ ქვეყანამ გადაგვაგდო და ეხლა ეს სიჯი ყავთ გამოკეტილი. არც 50 არც 100 და არც 200 მილიონი არ აინტერესებთ ამათ. ფული ამაც არ არის მნიშვნელოვანი. ალბათ ფიქრობდი ამდენ ხანს ხო შეიძლება არ იყო ფული მნიშვნელოვანი თუ სიჯი არ გამოაჩინეს. ხო მე მაგას ვფიქრობდი, იმიტომ რავი რამ ხელა ფული მქონდა დაწესებული და ვისაც სიჯი ყავდა არ მომიყვანა ბოლო-ბოლო და იტყოდა რომ რავი აჰა სიჯი და მომეძმა ფული ან რაღაც ეგეთი. ხო ძმაო, ჩვენ სამხედროები ვართ. ო გეტყობოთ ისე თავზე. ო და რადგანაც სამხედროები ვართ, მივიცავით ეკა უბრალოდ წამოვედით, გამოვიპარეთ და რაღაცები მოვტეხით და იქ რადგანაც ინფორმაციას ვიცით, ზედმეტი 50 მილიონი არ გვაწყინდა რა, ამიტომ გენდობით, გაძლევ მაგ ინფორმაციას ძმაო, გასაღებსაც გაძლევ იმ ხომალდში როგორ ჩახვიდე, წყალქვეშ არის გაჩერებული. წყალქვეშ ხომალდი გაჩერებული, მგონი ვიცი რომელს ლაპარაკობენ. ხო და აი მან სიჯი ყავს მოდამწყლული, უბრალოდ იცოდე, ეკიპაჟზე 25 წევრია, 25-ვე შეიარაღებული, ჩვენაერი მოტრუკები არიან. ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ პროექტმა ყველაფერს იზავს. ანუ ეხლა თქვენ სერიოზულად მეუბნებით მაგას, რომ მომეცით ამ წუთას ინფორმაცია, წავიდე სიჯი მოვიყვან და მერე მოგცეთ ფული? მერე მოგვიცი, მერე შენ ისეთი კაი კაცი ხარ, არ გადაგვაგდები ვიცით. რა კაცები არიან? ძმები ვინები ვართო? ძმები ბრაკონიერები. ძმები ბრაკონიერები. კაი ძმო, მე წავალ დღესვე. იჩქარე ძმო, იჩქარე სიჯი, შეიძლება ვიღაც იცნო ისე არის შესული. ეხ, ჩემო სიჯი რამდენი ხანია ბიჭო გეძებთ? დავაი აბა შენიც. კაი ძმო, წავედი, ხო არ გადავდო. სიჯი? იჩქარე. ეხა ბიჭები ვინახო. მომისმენე, იმ ხომალდში სამი კაცი ჩავალთ? არა, სამი მარტო ერთი შევა იქ. დანარჩენი ანუ იქ როგორც კი შეხავი კონცერტ შეერთება და ჩაიკეტება, დანარჩენი ორი ვეღარ შემოვა და მარტო უნდა წახვიდე ყველა ვარიანტში. ესე იგი ჩემს ბიჭებს ჯერ ვერ ვნახავ. მედი დროზე. კაი, წავედი. ეხა ხო არ გადავ, ანუ რას ზახი რომ? აი აქ მთელი ამ დროის განმავლობაში სიჯი ყავდათ? არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს ახლა თქვენ ერთად გავიგე, მამდე დაალაიქეთ ვიდეო უეჭვალე, იმიტომ რომ დღეს თუ ჩვენ სიჯი ვიპოვეთ, ეს ვიდეო უნდა ავიდეს 10,000 ლაიქზე და უნდა აღვნიშნოთ სმოვე, იმიტომ რომ ხვალიდან დაიწყება საერთოდ სხვანაირი ცხოვრება და ახ, ჩემი დამემტრო თავყვა. საწავიდე ჩემი მანქანა გავარდა იქეთ. ცოცხალია? მივჭეჭყი კარგად, მაგრამ ჯანდაბას რა. აი ჩვენი ბუინგიც აგერტო გადაო, ჩამოუყვანიათ აგერ ბიჭებს დააყენეს როგორ ჩანს. როგორ ააფრინეს კი მარა იქიდან, მარავი ბიჭები არიან, ეხა მიხიდოდნენ ამის აფრინას დიდი ამბავი რა. და ესეც ჩრდილში არიან წამოწოლილები. ეს რა დაითრიე ძმა, მანქანა ჩამოგიყვანე. ცელესი აქ წამომიყვანეთ? აუ და ვიღალე ძმა, მაგარი, რა ხდება სიჯიზე? მოკლედ სიჯი ყავს მაო ერთ-ერთ წყალქვეშა ნავში რა. რა ვიცი და მითხრეს რა. იქნებ კიდე გვაყირავენ. არა ბიჭო, ფული მერე მომეცითო როცა ნახავთო. გასაგებია, ესე იგი გვიჩალიჩებენ რა. ბიჭო, მაგაზე კი არ მიფიქრია, თუმცა თუ არ გავრისკეთ? ცხოვრება რისკია. მოკალიან მოკლავე. რეები ჩამოიტანეთ აქ. ყველაფერი ვაფშე რა. ვახ ჩემი. წავიდეთ ნახოთ. არა თქვენ ვერ წამოხვალთ. რატო და ის ევაკუაცია ჩაერთვება, იქიდან გამოპარული ჯარისკაცები არიან მოკლედ რა, ძმები ბრაკონიერები რა, მაგათ მომაწოდეს ეგ ინფორმაცია და ჩადი მარტო უნდა ჩახვიდეთ, თორე ის კარი როგორც კი გაიღებდა ერთი ადამიანი ჩავა, სენსორი კეტავს ეგრევე და თქვენ მაინც ისე ვითარჩებით, გაიგუდებით წყალში რა. ვახ ჩემი, ანუ ეხლა სიჯი უნდა გამოიყვანო შენ მარტო? ვიზავ აბა რა, ასკო სიჯი მარტო უნდა ეგეთები მიქნია თუ? აი, მარტო სად გაგიშვათ? კაი, ბიჭო, თავი გამანებით, ახლა თქვენ აქ იყავით, ამ ტვირთს მიხედეთ, წავალ მე და სიჯიზე მოუყმარდები რა. ჭკვიანად ფრანკლენი ცოდე, თვალ კაი სუმი არ მცემს. თქვენ აიქნებით? რა ვიცი, დავრეკავთ ახლა კლიენტებთან და რაღაც ისეს მოუყმარდებით და რავი, მედი აღმერთ მაგას რომ სიჯის მოიყვან რა. მოვიყვან. კაი, აბა დროებით. მედი მე კლიენტებთან დავრეკავ და შეფასებელს მოვიყვან, რომ შეაფასოს ეს უკროობა და განცი ყველაფერი და ჩაობაროთ რა. ესე პრინციპში აქ არის ყველაფერი ვაფშე რა. იარაღები, ყველაფერი იმენა აქ აქვთ. შეფუთული ფასიანი ქაღალდები, რავი. ეს ატომური რაღაცეები აქ რა არის. ამაში უეჭველი განზი აქვს შენახული. და ეს ყუთებში შეჭედეს რა. ნახე ბიჭო, ერთი თვითფრინავი აქ უკროულობა გქხადაო. ეს კი იქნება რავი ერთი 500, 600, 700 მილიონის ნახოთ. მოკლედ რა წავედი რა. დავაი მიდი. კაი, ეხა პირველ რიგში მე რა მინდა, იქამდე რომ ჩავიდე, მჭირდება საბმარინი. მაგ კი ვიცი მგონი საათს ხირავდება. და ვაწვეთ ესე, ბიჭო, ნახე აქ რამდენი მიტოვებული ანგარია, გადავ ძალიან შეიცვალა სამყარო. GTA 5 სამყარო არის, აი საერთოდ რადიკალურად შეცვლილი. ანუ ეხლა საერთოდ ვერ ვიგებ იმას, რომ GTA 5-ს თამაშობ. გისმენ ფრანკლინ, გისმენ. ვალტერ, როგორ ახარ?
კარგად, ჩემო ბიჭო, რა ხდება? რა ხდება და საბმარინის ქირაობა მინდა რა. საბმარინი? ერთ ახლობას უნდა კონდეს ესეთ, მაგრამ ძალიან მეძვირია ეგა. ბიჭო, ფასი თქვას ნებისმიერს გადაგვიხდი ძალიან ჩქარა მინდა რა. ძალიან ჩქარა ხომ შეძობა? ბიჭო, მშვიდობა არის და საბმარინი მჭირდება რა კაცი ხარტო? არ ხვდები მეც, კაი, დაგერეკა ორწუთში მედი რა. კაი, მედი. ეს არის ახლა ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წესით ამეხმარება საბმარინის მოძიებაში რა და ეს BMW კიდე რა არის, თუ რაღაც ამ ფრონი ეკეთოს ან რაღაცა რო ლამაზად გამოიყურებოდეს და არ იმტრეოდეს, ნუ დაიჭეჭყა სულ. პოპკორნები კი აქვს, აუ რა, კაი პოპკორნები აქვს ამახანს, ნახე, აი რეკავს აგერ. ფრანკლინ, გიშოვე, ძმა, მაგარი საბმარინი არის, მოკლედ, პროსტა მასიათას დაჯდება ძმა. გადავიხდი კაცო, რა პრობლემაა? კაი, მაშინ ახალ ლოკაცია. იგარი ხარ. კაი შორს კი არის, მაგრამ ჯანდაბას გვიღირს. აი, გამატარე ძმა, CG მოვდივარ ეხლა რომ CG იმენა ვნახოთ, იქნება რაღაც ასწაული რა. ამდენი ხნის შემდეგ პროსტა გაუბედურებულია, აბა რა იქნება თუ ამდენი ხანი დასუსტებული იქნება, დაბერებული. შენი დავარტყი ამას კიდე და ნუ რავი სახე იქნება გამზრალი, მაგრამ არა უშავს რომ თავარია CG დაგვიბრუნდეს, თავარია CG ვნახოთ და ამდენხნიანი CG-ს ძებნა იმენა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ რა. ხო დავასრულეთ ის რა ერქვა იმას ავგუსტინი. მაგათი კლანი ხო დასრულდა. მაგათი კონსოლი ხო ჩვენ მივისაკუთრეთ. მან ბაილენდი გახდა უკვე და მან ძალიან კაცრად უნდა გავაკონტროლოთ აწინ ვინ ჩამოვა და ვინ არა, რომ ჩვენი დაცული უნდა დავაყენოთ აწინ აღარ გამოვა რა სხვანაირად საქმე. და დაწერეთ კომენტარებში როგორ შეიძლება განვავითაროთ Black Mamba და ხო, დღეს CG დაბრუნდება, ამ კვირაში გამოვა ახალი მერჩი, ამიტომ დაელოდეთ და შეიძინეთ ჩვენი ახალი მერჩი, რომელიც იქნება საერთოდ განახალებული დიზაინით, იმიტომ რომ ახალი ტიპები გვყავს ახლა უკვე Black Mamba-ში და მაგასაც ხონდათ მერჩზე გამოჩენა, ამიტომ ძალიან საინტერესო სიახლეები გელით წინ და წესით აწინ აქტიურობას აღარ უნდა მოუკლოთ, თან მეორე არხზე პოლიციის ვიდეო უნდა დაიდოს და იქაც პოლიციის ვიდეოები დაბრუნდება და მოკლედ რა. გეულდებით ყველას. აქეთიც ნახე ბიჭო როგორი გალამაზებულია ყველაფერი, არა მომწონს, თან თამაში რო იღებდა, თან რო თამაში არის სასიამოვნო, ასწორებს და აუ აქედან უნდა ჩავიდე გადაო, უკაცრავად ძმა, ჩავატასაოთ ესე ლამაზად. ნახე ბიჭო, აქეთ რა გაუკეთებიათ. აქ შეიძლება ამ ადგილის ყიდვა და აქეთ მერე ბარების და რაღაცების გაკეთება რა. მაინც ტურისტული ადგილია, ყველაფერი ფული უნდა ვაკეთოთ, ხო იცით? დავაი. გარეული ტახი ეს დამეტაკება. გადი იქით. მაიმუნი ეს. ჯო და მე დავტაკებ. აუ არა, შენი არ ადგე. არ ადგე ძმა. წავიდა კიდე კაი, თორე ეს სახეს გაგვაძრობს. მოდი ამ ბემეს აქ დავტოვებ. ჩვენ ჩავედეთ ესე დაბლა, არა რა, მაგარი ადგილია ძმაო. ესენი არიან უეჭველი. გამარჯობათ, ვალტერამ თქვენ დაგირეკათ? კი შენო კი აგერ არის და მაგას გადავურიხე ფული. კაი ძმაო, მადლობა. აღარ მინდა ამათთან ლაპარაკის გამა, მე უნდა მკითხო რისთვის გინდა, რად გინდა, ყველაფერი და რა სად მაქვს ახლა ამათი თავი და ესე ჩვენი საბმარინი, რომლითაც წესით ძალიან კარგ მისიას შევასრულებთ. დღეს იარაღი ყველაფერი გვაქვს, 160 FPS-ი მშვენიერი, გადავხდით. აუ შენი ყვა ჩამოვარტყი. მედი ფრანკლინ დღეს უნდა იკაცო იმენა, რა დღეს იმენა უნდა იყოს CG-ს დაბრუნების დღე. ავაი ჩავხდეთ, გრაფიკები ბიჭო მკლავს ამ თამაშის. რა ირო ვუყურებ პროსტა იმენა ვძუდად ხვდები. წავიდა დავაწექით ახლა დაბლა. მამეთ ვალტერას მერე გადავურიცხავ ფულს. აუ რა კაია, ესე თევზე გადი ძმა იქეთ. ჩავდი ძმა დაბლა ჩაყვინთე. აქ ჯერ რიფებია. აუ რიფებში გავიჭედე გადაობ. ბიჭო, რომელიღაც ვიდეოში მგონი მაგაზე ვიღაცემა რაღაც გვითხრეს რომ მანდარიო, ვახ შენი. მანდარისო და მერე არ დაუჯერე თუ რაღაც ისეთი თემა იყო და თურმე მართლები ყოფილან. ნუ თურმე მართლები ყოფილან რა, ეხა ის ტიპები აშკარად ჯარისკაცები იყვნენ და მართლა აქედან გამოპარულებს გვაგავდნენ, იმიტომ რომ წვერები გაპარსული, თმები ისე ქონდათ, ცოტა ფრთხილად ძმა, რა მიტოვებული ქალაქი ვით არის აქ რა არის ესატო. დავეშვათ ესე ნენელა დაბოლა, ნენელა უკვე კი უახლოვდებით ჩვენს ლოკაციას. ხო ფრთხილად ძმა. ეს რა არის აქ? ძალიან ბევრი რიფები ყოფილა ამ ადგილას. იმედი მაქვს მივაღწევ იქამდე სოცხალი და არა ვფეთქდები გზაში. აუ რა არის? ბიჭო, ჩაძირული ქალაქი ამოვაჩინე, აია სოფია თუ რა არის ესატო? ეგ რა არის? რა უნდა წყალში გვირაბს არ გამაგიჟოს, სად შევდივარ? დალნები ანთი? ეხლა გავთიშე ანთი ძმა დალნები. კაი კაცი, მიდი გავედით. მართლა ჩაძირული ქალაქი აღმოაჩინე. მგონი აქ განცაც ვიპოვი მე უკვე ისეთ პეი უჩანს. ისე ოკეანეში განძიხო არ ვეძებოდო. ტიტანიკი ვიპოვო. ჩემი ახას ავარტყი. ტიტანიკი ვიპოვოთ და მანდ ხედოთ რაღაც ვიდეოები. ნენელა უკვე უახლოვდებით. გაფრთხილება შეიძლება დაიმტრეო. სანამ დამტრე ძმა. ჩემი კაი, სად უყენიათ ამათ ეს რაღაც ატომური რაღაც. ხო არ გადაო. და ფრთხილად, ბიჭო ეს რა ადგილებში გავიჩით ხო არ გადაო. ვაიმე, რა ხდება? აუ რაღაც კრიტიკულ ერორ, იქამდე მივაღწიოთ რა, ძალიან დიდი წნევა ვეჭოლი და რო დავეტაკეთ, ეხლა აქ ფრანკლინი არ დაიღუპოს ბიჭო CG-ებაში. ვეჭოლი პატარა რაღაცას დარტყმა გვინდა ეხლა და აფეთქდება ჩვენი რაღაც ხო. არა, გეხვეწები.
გეხავეწები ოღონ წინ მიმიყვანა იქამდე ცოტა დაგვრჩა ბიჭო მიდი რა გემუდარები მიდი ყველაზე დაძაბული ვიდეოა იმენა დღეს სიჯი უნდა ვიპოვოთ აუ აქაც რაღაცეებია სად უყენიათ ეს დამპალი რაღაც აქ უნდა იყოს ტო ხომალდი წესით ხომალდს მიჩვენებს აქ ტო ვა ხომალდს აქ აჩვენებს უფრო დაბლა დავიჯერო ბიჭო მგონი ძალიან დაბლა ვარ ჩასულე მაგრამ ზევით როგორ ავიდე აბა წავიდეთ აქეთ წავიდეთ ნელ-ნელა ზევით თუ ის ხომალდი არის ძალიან დაბლა ვეღარ გავიგეთო რა ხდება არა ბიჭო ჩვენ ვარ ძალიან დაბლა აუ ღადაო რამდენი მეტრზე ვართ 9 კილომეტრზე ვიყავი დაბლა მაგრამ ის ხომალდი სად არის გაჩერებული კი მაგრამ ეგრე ზევით ჩვენ რატო ჩამოვეთ ისე დაბლა მიდი ბიჭო მალე ადი ზევით ადი მიდი ადი ოპა აი ძმაო ხო არ ღადაო რეალურად ზღვაში ამხელად მიღადაო ბიჭო რამხელა რაღაცაა თო რეალურად ზღვაში რო ხარ წარმოვიდგინე შესული რაღაც ენთვის კატაობ ეხა გაქრა? არა, აგერ არის. და უცბად ამხელა რაღაცას ხედავ ზღვაში, რომ თავზე გადგას. კაი, ნელ-ნელა ავიდეთ ზევით. ბიჭო, რამხელა რაღაცა ეს რომელი ქვეყნის ის არის, თო? ეს საბრძოლო ხომალდი არ არის? წყალქვეშა, საზღვაო, საბრძოლო და რავი, ყველაფერი ერთად. მას შესასვლელი საიდან აქვს? დავიჯერო ეხლა ესენი ვერ გხედავენ აქ, მაგრამ ამათ შეიძლება რადგანაც დაზვერვის კამანდან, რავი, რაღაც საიდუმლო ტიპები რადგანაც არიან. ეხლა გონიათ, რომ პროსტა რაღაც გამრავლები ვართ. შესასვლელი უნდა ვნახოთ, ეხლა ლურჯად უნდა იყოს რაღაც ანთებული. შევიდა, მიდი. აქ აი გერბი. კომენტარებში დაწერეთ ეხლა ეს რომელი ორგანიზაციის გერბია. დავეწავ. აი წინ რაღაცა ლურჯს ხედავ, ხო არ ღადავ რამხელა რაღაცაა, თო. ეს კატერი აქ უნდა დავსვათ, იმიტომ რომ აქიდან ხმე და სიჯი ხო უნდა ავიდეთ. დავაი, დავსვათ. ეხლა შეიძლება უკვე კი ატყობენ ისინი, რომ აქ ევაკუაცია უნდა მოხდეს მაგათი, მაგრამ დაჯექი ძმა, დაჯექი. იმიტომ რომ აქედან უნდა წავიდეთ მერე ჩვენ ძმა. დაჯექი ძმა, დაჯექი, ნუ გეშინია. ბიჭო, დაჯექი შენი. თუ აქ მერე ცურვით რანაირად ავალთ. ზო ეგ არის, მიდი. ამოდი ფრანკლინ გენაცვალე, წეს აქ. ბიჭო, იქით რა ხდება? მე მგონა მეორე რაღაცა მოვიდა, ძალიან კაი. წავედით ეს ნენელა. მიდი ფრანკლინ. აუ ისევით რატო წავიდა? მიღადაობ ისევით ავიდა ის ალბათ. დაპარკინგება დამოვიწყდა და აქ უნდა ჩავიდეთ ამის გასაღები გვაქვს. წავიდა. ეხა იწყება, არ დავიწყება, როგორც ჩანს ეს ბიჭები არ გვატყუებდნენ. ავიღოთ იარაღი. ფრთხილად ვიყოთ აქ. ჯერ მაინც ნაჯახს ავიღებ. ბავშვმა მაინც არ უყუროთ ამ ვიდეოს არ არის რეკომენდირებული. ჩუმად გავიდეთ აქეთ. ფრთხილად. აქ არავინ არ არის. აიყო მიტოვებულია მთლიანი გემი. მაგრამ ისმის რაღაც ხმა. არავინ არ შანშერჯობით აქეთ. დავაი გავაჭრათ. მიდი რა ძმა, რა მიდი რა. სიჯი ეხლა აქ როგორ უნდა ვიპოვოთ? რამხელა გემი ან ეს რატო არის? ამხელა ზღვაში შემოსული, თო? ან აქ ამ უჰაერობაში თუ ყავდათ კიდე სიჯი ამდე ხანს? აქ არავინ არ არის. ოპა, ხმა ისმის, აი? შეამოწმეთ? რა ხომალდი იყო ეს ჩვენს თავზე? სერდე ახლა რაღაცა მოგვიახლოვდა. დადეოდა ალბათ ადგილობრივები იყვნენ საკატავით ამოსულები. ხო, ადგილობრივები არა, დასახოცები არიან, ყველა დასახოცები არა. ამ ტირანივით უნდა ჩავკეტოთ აქ ყველა და ვისწავლიან ესენი ჭკუას, მაგრამ მოვეჭვირი დროც. თეახს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ამერიკას ჩავიგდებ ხელში. რებზე ბაზრობენ ესენი, თო? კაი, იარაღი გვინდა, აქ არ გამო არაფერი. ან ლიმონკაროს შევუგდოთ, არა, ლიმონკა მერე აფეთქდება მთლიანი გემი. კაი, მოიმზადეთ. ოპა, წავიდა. მოდით ბიჭებო, მოდით. ოპ. წავიდა. ავიყვანეთ. წავიდა. კაპიტანი სად არის? მოდი აქ, ძმა, მოდი აქ. უკნიდანაც მოდიან? ვახ! ეს ავიყვანოთ აქ. როგორც ეს ბიჭები მართლები იყვნენ, აქ სამხედრო გემი არის. კაპიტანი სად წავიდა? მოდი ძმა, აქ მოდი. ოპა! კაპიტანი კარგად. აქ არავინ აღარ არის. აქ ახლა უნდა ვეძებოთ საკანეთ, სად შეიძლება რომ სიჯი იყოს. სიჯი აქ თუ ხარ მანიშნე ძმა იყვირე. ოპა. წავიდა ესენიც ავიყვანეთ. აი, დაბლოხე და ვიღაცა მორბიან. 1, 2 და 3. ეგ არის ავიყვანეთ. წავიდა, ერთი გამარტყეს, მაგრამ არა უშავს. ესეც ავიყვანეთ, ამანაც გამარტყა, მაგრამ ეგეც არა უშავს. ჯერჯერობით სიცხლე გვაქვს. ამათი იარაღები ავიღოთ. ოპა. კარგად მეყოლე ძმა. ოპა, აქ რაღაც გავარტყი მედი მაქვს, აქიდან რაღაც ჰაერი არ გავა და არ ჩავიზერებით, მაგრამ არა უშავს, კაი, რაღაც ვიზავთ. ოპა, ესეც ავიყვანეთ, მოდი ძმა, აქ მოდი. წავიდა. კაი, აქ ხა დროზე ვიპოვოთ სიჯის. აქ ოთახები ქონიათ ამა თავისი, მაგრამ იასნად ძინავთ ახლა, ხო? აქეთ არაფერი. აქეთ იარაღი ავიღოთ ჩვეულებრივი, აქეთაც არაფერი როგორც ჩანს ბუფეტი. მიდი რა გიხოცები რა სიჯი ვიპოვოთ რა. გონი გემზე მთლიანი ეკიპაჟი მიც იყო დავხოცეთ უკვე? სიჯი
სიჯი გამოჩდი ძმას, ხმა გამაგონე რა სიჯი. ფრანკლინ, სიჯიტო? ფრანკლინ. ბიჭო, გული გამისტანგი არაღი მოპარე ვიღაცას. სიჯი შენ ხარ ბიჭო? მე ვარ მე, აუ, რას მეგონა რომ იპოვიდით ჩემი? სიჯია ბიჭო ესა? მე ვარ ფრანკლინ, ნიშულე გიხოცები რა. აქა ვარ ბიჭო, ნუ გეშინი ერთი წამით, აქ იყავი მთლიან დროის განმავლობაში? მაგისტროა, წავედით როზე, მოკალი ყველა. წამო, მგონი ყველა მოკალი უკვე. სიჯი ჩემი როგორ არის შესული? გამოვშტედი რა თქვა, აღარ ვიცითო? ნუ შეკეშინდება ჩემი. მე მაგარი ნაწამები ვარ, მაგრამ არა უშავს, იგი ფეხზე დადგება. ვარ ხადაუ ტიპისთვის რა უქნიათ ჩემი. მოვხიეთ. წამო დროზე ავიდეთ აქედან. აქ წესით არავინ აღარ არის და მოკლედ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, აქედან ახლა მე და სიჯი ჩვეულებრივად გავალთ. სიჯი ვერ დავდივარ ჩქარა ვერა მაწამეს მაგარი იმენა რა. ცოტა დავისვენოთ და გავაგზავნოთ რა გზა. ბიჭო რინა ბიჭი გამოიარე ეს მალე დაიღალე? შენი ძმე რა გავიარე ბიჭო. აუ ჩემი სკალპიც ახდილი აქ თავზე ხო არ ხატა. მოკლედ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და აღვნიშნოთ დღევანდელი ვიდეო 10000 ლაიქით. ვიღაც სადის. იქნებიან. მოკლედ გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო და დაირლოდეთ გაგრძელებას და დაწერეთ თქვენი აზრი სიჯიზე. ელოდებოთ რომ ესეთ აღხდებოდა? მოვიდეთ. ოპა. მოდი თქვენი ბებო მოვიკითხე, მოდი თქვენი. მოვიდა სიჯის დრო. ოპა, აი სიჯი დაგვიბრუნდა, მოიკითხა უკვე ვიღაცის ბებოები. მოკლედ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.